ცვლილებები ნარკოპოლიტიკაში, რომლის მიხედვითაც ოპიოდური ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელება მხოლოდ მთავრობის უფლებამოსილება გახდება, ხოლო კერძო სუბიექტებს ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება სრულად ეკრძალებათ. მეგატივი კანონში ცვლილებებზე და მის მოსალოდნელ გავლენებზე ევრაზიის მომხმარებელთა ქსელის ექსპერტთა საბჭოს წევრს, ექსპერტ ზაზა ქარჩხაძეს ესაუბრა. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ აკრძალვა არ არის გამოსავალი და მოქალაქეს უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის უფლება. ზაზა ქარჩხაძე აცხადებს, რომ არის მოლოდინი, რომ ბევრი ადამიანი კვლავ ქუჩის ნარკოტიკის მოხმარებას დაუბრუნდება, რაც დაუშვებელია. სახელმწიფო პროგრამა ხო უფასოა, რადგან 15000-მდე ადამიანი. ხოლო ბუბრენოფენის პროგრამა, კერძო პროგრამა ფასიანია და 5000-მდე ადამიანი იქ დადის. აი რატო დადის 5000 ადამიანი და რატო იხდის თანხას? საინტერესოა ხო, მაშინ დავსვათ ხო ამნაირი კითხვა, იმიტომ რომ იქ ურჩევნიათ, ასე ვთქვათ, ადამიანის არჩევანია სად მიიღოს მკურნალობა, ხო? ალბათ უფრო დასურვად გზნობს თავს იგივე კონფიდენციალობის კუთხით, იგივე უკეთ სერვისს ღებულობს, უკეთეს მომსახურებას ღებულობს. აქ იმის საშუალება, რომ იქ ვთქვათ, გაესაუბროს ექიმსაც, ნორმალურად თავის გაჭირება ფსიქოლოგსაც და მეტი უფრო მომხიბლელი და მიმზიდველი დიზაინი აქვს და ურჩევნია ამ ადამიანს თანხა გადაიხადოს. და იქ მივიდეს, კერძო პროგრამაში მივიდეს და არ უნდა მოუსვა ადამიანს, იცი ამის შესაძლებლობა. კი ბატონო, სახელმწიფომ გააფართოვოს ეს ბუბრენოფენის უფასო პროგრამა, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი შევა უფასო პროგრამაში, მაგრამ ეს უნდა იყოს, აუცილებლად უნდა იყოს, იმიტომ რომ შენ აჯობე სერვისით და კი ბატონო, პაციენტი შენთან მოიყვანე, ხო და არა იმით, რომ ასე ხელახებით აკრძალო და ჯერ უბრალოდ იმასაც ხონდა რომ ამდენი ადამიანი, ამდენი ექიმი დარჩება, ასე ამდენი პერსონალი დარჩება, ასე რაღაცებით უმუშევარი. თვითონ ეს პაციენტების ძალიან დიდი დისკომფორტი შეექმნებათ, იმიტომ რომ ბევრს მართლა არ უნდა სახელმწიფო პროგრამაში გადმოსვლა. ძირითადად იმნაირი ადამიანები დადიან კერძო პროგრამაში, ვიც ასე ვთქვათ, უფრო მეტად დასაქმებულები არიან. და რაღაცა და აი ყველას ეშინია სამსახურის პრობლემა არ შეექმნეს, ეშინია კომპეტენციალობის პრობლემა და ამიტომ არიდებენ თავს სახელმწიფო პროგრამაში გადმოსვლას. და არის იმის მოლოდინი, რომ ბევრი ადამიანი დაუბრუნდება ისე ქუჩის ნარკოტიკების მოხმარებას. და ეს არ უნდა მოხდეს, ადამიანს უნდა ქონდეს იმის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არჩევანის საშუალება, სად მიიღოს მედიკამენტი. კერძო პროგრამაში თუ და ფასიანში თუ უფასო პროგრამაში. სპეციალისტი ჩანაცვლებითი თერაპიის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ კერძო და სახელმწიფო პროგრამები ბოლო წლებში ერთნაირად რეგულირდებოდა და არ ეთანხმება პრემიერის განცხადებას, რომ კერძო კლინიკები პრეპარატის რეალიზაციაზე იყვნენ ორიენტირებული და არა ადამიანის განკურნებაზე. ბოლო პერიოდში აბსოლუტურად ერთი და იგივე რეგულაციების ქვეშ იყო მოქცეული კერძო პროგრამა და სახელმწიფო პროგრამა. ბოლო მინისტრის ბრძანებებით აბსოლუტურად ერთნაირი რეგულაციით რეგულირდებოდა მკურნალობა სახელმწიფო პროგრამაში და კერძო პროგრამაში არანაირი განსხვავება არ იყო და აი რატო თქვათ უნდა ჩათვალო რომ ისინი ხელს უწყობენ და ლეგალურად წამლის გაყიდვა არის თუ დარიგება არ ვიცი რა მე მაგალითად არ ვეთანხმები მაგ ფორმულირებას რომ ის შეიძლება ის თქვა რომ აი სერვისი ძვირია ადამიანს, მაგრამ თუ ძვირია ეს მისი საქმეა, თუ ძვირია აწყობს იმ ადამიანს რომ გადაიხადოს ეს თანხა თავის კომფორტში, ხო? და მიეცი მაგის საშუალება და შენ გააკეთე იაფი სერვისი. ან თუნდაც უფასო სერვისი, ხო? ჩანაცვლებითი თერაპია თავის არსით არის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ქუჩის ნარკოტიკების ჩანაცვლებას იმნაირი პრეპარატით, რომელიც ადამიანს მოუხსნის ეგრეთ წოდებულ აბსტინენციას, ლომკას რასაც უძახიან და ადამიანი იქნება ადეკვატური, ადამიანი იქნება ჯანმრთელი ადამიანი, შეიძლება დაკავდეს პირადი ცხოვრებით, სამსახურით და უბრალოდ ეს არის, რომ ანაცვლებენ ქუჩის ნარკოტიკს ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატი. ამ პროგრამის არსი, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის არსი არ არის მკურნალობა რეაბილიტაცია. ეს სალდა პროგრამები არის და ეს უნდა იყოს განვითარებული და სამწუხაროდ არ არის განვითარებული ჩვენ ქვეყანაში და ამაზე უნდა იზრდოს. ჩანაცვლებით თერაპიის თავისი არსი აქვს. ჩანაცვლებით თერაპია შეიძლება განვიხილოთ როგორც აი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ადამიანის საბოლოოდ განკურნებისაკენ. რომ ჩართავ ჩანაცვლებით თერაპიაში და შემდეგ უკვე ფსიქოლოგი ესენი მუშაობენ რომ ამ ადამიანს
საბოლოოდ აანებებიონ თავი თქვა და გადაიყვანონ სამკურნალო სარეაბილიტაციო გაიაროს რეაბილიტაცია. არის მნარი კატეგორიის ადამიანები, რომლებიც ქრონიკული დაავადებულები არიან და სხვანაირად იმათ ორგანიზმი კი აღარ შეუძლია, ხო? ამნაირ ადამიანებს უნდა კონდეს საშუალება, რომ იყვნენ რამდენი ხანი, დიდი ხანი იქნება, ცოტა ხანი იქნება, იყვნენ ჩართული ამ ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამაში და ამიტომ რა ხდება, ესე იგი, პირველი ის ადამიანი ანებებს თავს უკანონო ნარკოტიკების ბრუნვას და ცილდება ქუჩის ნარკობიზნესს, ცილდება ნარკოდანაშაული, ცილდება დანაშაული. მეორე ანებებს თავს ინტრავენურად მოხმარებას, ანუ შპრიცით მოხმარებას და მცირდება ვირუსების გავრცელება, ინფექციების გავრცელება. ეს დიდი ნაბიჯია და ამას ემსახურება თავისი არსით ჩანაცვლებითი თერაპია. ანუ მოვაცილოთ ხუჩის ნარკოტიკის ადამიანი და გვყავდეს ექიმის, ფსიქოლოგის, ზედამხედველობის ქვეშ და შემდეგ უკვე ვიმუშაოთ ამ ადამიანებთან.